I'm German homelos, I drink coffee and I know things. მეოთხე ეპიზოდის თემა არის ადამიანსა და ევას მნიშვნელობა. ამ მნიშვნელოვანის მონაკვეთს კაცობრიობის ისტორიის ძალიან ბევრი ადამიანი, მასები არასერიოზულად უყურებენ. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რაც ახლა უნდა ვთქვა, უმეტესობას კარგად არ ესმის და გააზრებულიც, უბრალოდ უმეტესობას კარგად ესმის, გააზრებულიც აქვთ ბოლომდე სწორად, უბრალოდ არ აწყობთ და არ აღიარებენ. რატომ დაიწყო კაცობრიობა ადამიანთა და ევათი? და არა ადამიანთა და ევათი, იოანეთი და მართათი, გიორგით და ლიზათი, სარათი და დავითით და ასე ათასობით წყვილით ერთდროულად. ანუ რატომ არ შექმნა ღმერთმა ასობით ათასი ცოლ-ქმარი წყვილი ერთდროულად? რა არ შეეძლო? ყოვლის შემძლე ღმერთს ორზე მეტი ადამიანის შექმნა არ შეეძლო? აბა მაშინ რა? რისი ჩვენება სურდა? რა დაგვანახა ამითი? მოვლენების როგორი განვითარება განჭვრიტა ღმერთმა? რითი ერთობოდა და ერთობა დღესაც კაცობრიობა? რა არ გვასვენებს დღეს? რაში ვხარჯავთ ძვირფას დროს იმის მაგივრად, რომ საკუთარი თავისა და ქვეყნის სამშობლოს განვითარებისა და აშენებისთვის ვიბრძოდეთ? დაპირისპირება ერებსა და სახელმწიფოებს შორის ერთმანეთზე გადაკიდება, არა მე ვარ შენზე უკეთესი, ეს მიწა ჩემია, არ მაძლევ ამ მიწას, უნდა დავხოცო შენიანები, მე შენზე აღმატებული ვარ ყველაფრით, შენ მუქი ფერის კანი გაქვს, მე თეთრი მაქვს, მე გჯობი ვარ, შენზე უფრო მაგარი ვარ, ეს შენ როგორ გამიბედე, მე დაგსჯი ამის გამო, არ შეგარჩენ, მეტი მიწები მივისაკუთრო, იმას ოქრო წავართვა, იმას ჭკვიანი ახალგაზრდები, რომ ვერ განავითარონ ქვეყანა, ნავთობი წავართვა, ერი გავანადგურო, რომ მერე ამ ქვეყნის სიმდიდრე და რესურსები გამოვიყენო და ხელში ჩავიგდო. სულ ჩხუბი, სიზღი და ერთმანეთის აუტანლობა. ხო, სხვადასხვანაირად გამოვიყურებით, სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ, ყველანაირად განსხვავებულები ვართ, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, არც ერთი ადამიანი არ არის ერთმანეთის მსგავსი. სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ, ჩემი სამშობლო მთიანია და ტყიანია, შენი ცხელი და ხრიოკი, ან ცივი და უნაყოფო, მე მწვანე თვალები მაქვს, შენ ყავისფერი თვალები, მე დაბალი ვარ, შენ მაღალი. მერე რა არის ამ განსხვავებულობაში და მრავალფეროვანებაში ცუდი, ან რატომ არის აქედან რომელიმე თვისება, რომელიმეზე უპირატესია ნაკლები? ეს ფიზიკური განსხვავებები გარემო პირობებისა და ჰავის ზემოქმედების შედეგია, ასევე გონებრივი განსხვავებებიც. როგორ გამორჩეულებიც არ უნდა ვიყოთ და განსხვავებულები, ჩვენ მაინც ერთნი ვართ. ეს გამორჩეულობა, მრავალფეროვნება ცუდი კი არ არის, პირიქით კარგია. და ასეც უნდა იყოს, ასეც არის ჩაფიქრებული. იმისთვის კი არა, რომ ერთმანეთის შეძულების და ქედმაღლობის მიზეზად ავიღოთ, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო. ამისთვის არის მოწყობილი ეს ყველაფერი ესე. იცოდა ღმერთმა, რომ ასეთ სისულელეებზე დავიწყებიეთ ჩხუბს და ამიტომ შექმნა მხოლოდ ადამი და ევა, რომელთაგანაც გამრავლდებოდა კაცობრიობა და მუდამ ემახსოვრებოდათ ადამიანებს, რომ ერთი ოჯახისგან იყვნენ, ხო, დაშორდებოდნენ, მოედებოდნენ მთელ პლანეტას, განსხვავებებს ჩამოიყალიბებდნენ, განსხვავებულ ჩაცმულობას, კანი გაუღიავდებოდათ უმზეობისგან, ან გაუმუქდებოდათ ზედმეტი მზეში ყოფნისგან, ის სხვანაირად იმეტყველებდა, ეს სხვანაირად, მაგრამ ის მაინც შეუცვლელი დარჩებოდა, რომ ერთი კაცისა და ერთი ქალის, ერთი ოჯახისგან იყვნენ ყველა. შეიძლება ოჯახის წევრი განსხვავებული გარეგნობის, აზროვნების გამო ისე შეიძულო, რომ მისი მოკლა მოინდომო? შეიძლება ასე? ხო, გასაგებია, რომ ოჯახის წევრები გვანან ერთმანეთს და უფრო ახლობლები არიან, მაგრამ ზუსტად ერთნაირები არიან? ერთი ადამიანია 5 სხეულში განაწილებული, ეს არის ოჯახი? არა. ყველა არის განსხვავებული. ასე არის დიდ მასშტაბებზეც. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ფართო ხედვით. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს ახლა, რომ რაღაც
ერთნი ვართ და ყველანი ადამიანები ვართ და ყველანი ადამიანისა და ევას შთამომავლები ვართ, საზღვრები უნდა მოვშალოთ და ერთი გლობალური სახელმწიფო უნდა შევქმნათ. არა, ეს სისულელეა. ყოველი ასეთი მცდელობა როგორ დასრულდა, კარგად ვიცით. არა. ეს არავის სჭირდება. უბრალოდ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და უნდა გამოვაკრათ გონების ოთახის კედელზე ესე დიდი წარწერასავით, რომ ჩვენ ერთი საწყისი გვაქვს. ყველანი ადამიანები ვართ. ამ გიგანტურ მნიშვნელობას ატარებს ადამისა და ევას ამბავი, რომელსაც ბევრი ასე აგდებულად უყურებს. ეს ამბავი უმიზეზოდ არ მოსულა ჩვენამდე. ისეთ რამდენი რამხელა ისტორია არის დაკარგული, კაცობრიობის ისტორიის მხოლოდ 10% ვიცით, დანარჩენი 90% რა ხდებოდა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, რას აკეთებდნენ, არ ვიცით, მაგრამ ეს ამბავი ჩვენამდე მოვიდა და ესე იგი რაღაც მიზეზის გამო მოვიდა. რადგან ეს არის დიდი შეხსენება მთელი კაცობრიობისთვის და მასში არაფერი არ არის მოგონილი და ზღაპრული. ეს არის შეხსენება, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ეს არის სრული სინამდვილე.